საღამოს პიკის საათი. საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა. დავით პაიჭაძესთან ერთად. მოგესალმებით კონსვენტ პიკის საათ სტუდიაშია დავით პაიჭაძე. ჩვენი სტუმარია მამუკა გამყრელიძე, საზოგადოება ივერია. გამარჯობა, მადლობთ რომ მომზადეთ. მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელს. საღამოს პიკის საათი. აქ არ არსებობს ტაბუ და აკრძალული საკითხები. საღამოს პიკის საათი. უსმინე, ჩაერთე, ელაპარაკე, იკამათე. ცოცხალის საუბარი, ცოცხალ თემებზე. საღამოს პიკის საათი. ყოველდღე 6-ის 10 წუთზე. შაბათ-კვირის გარდა. საზოგადოებრივი რადიო FM 102.4. დავიწყოთ პიკის საათი. სტიქიის შედეგებით თბილისში უკვე იქცა რუტინული მუშაობის საფუძვლად და ეს შეიძლება განაპირობდეს ყურადღების ერთგვარ მოკლებას, თანდათან მოკლებას ამ ამბისა და მის შედეგებისადმი. თუმცა ჩვენ გვახსოვს, რომ ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ, საშუალნი არიან და ეს მთავრესი ამოცანა ეს არის. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ზარალი, რომელიც მიადგა გარემოს, ესეც გამოსწორდეს და შეიძლება ლაპარაკი სხვაგვარ შედეგებზე, შეიძლება სტიქიის ვილაპარაკოთ სტიქიის ზემოქმედებაზე ადამიანებზე. მე მინდა დღევანდელი ჩვენი საუბარი წარმართოს სწორედ ამ კუთხით, ანუ რა პოლიტიკური შედეგები კი არ მოყვა, ჯერ მაინც ადრეა პოლიტიკურ შედეგებზე ლაპარაკი, მაგრამ რა შედეგები მონიშნა სტიქიამ და მასთან დაპირისპირების, მასთან გამკლავების მცდელობამ. ბუნებრივია, როცა სტიქია მძვინვარებს, მოქალაქეები უყურებენ ხელისუფლებას, როგორ იქცევა ის, თუმცა უყურებენ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც ალბათ, უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ ხელისუფლების ქცევას. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ამით დავიწყოთ ზუსტად ლაპარაკი, როგორ იქცეოდა, როგორ ახერხებდა ხელისუფლება თავისი ფუნქციის მოქალაქეთა დაცვის შესრულებას პირველ საათებში, პირველ დღეებში და რას ავლენს ის დღესდღეობით, როცა უკვე ვიმეორებ რუტინულ ფაზაში გადაიზარდა სტიქიის შედეგების აღმოსაფრული მუშაობა. 240-9192-240-9292 ჩვენი ტელეფონის ნომრებია, რადიო 1.G ჩვენი მისამართია ინტერნეტში, FM 102.4 ჩვენი ტალღა გახლავთ FM დიაპაზონზე. კიდევ ერთხელ ჩვენი ნომრები 240-9292-240-9292. თქვენ შეიძლება დარეკოთ როგორც ყოველთვის ამ ნომრებზე. ეს არის უფასოა, თუ ცხადია არ რეკავთ მობილურით. ბატონო დავით, მოკლედ ძალიან არ მინდა ხოლმე რომ ვიყო ასეთ დროს კრიტიკული მთავრობის მიმართ, იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა გამომდინარე იქიდან, რომ ესეთი მძიმე ტრაგედია მოხდა და მართლაც სტიქიური უბედურების წინაშე ვერც ერთი მთავრობა ვერ იქნება ესეთი რაღაც იმდენად მედგარი, რომ არ მოხდეს რაღაც მსხვერპლი და ასე შემდეგ. შეუძლებელია სტიქია ყოველთვის რაღაც თავის მსხვერპლი მიყავს ხოლმე სამწუხაროდ, მაგრამ აქ შემთხვევაში ჩვენ ლაპარაკი იმაზე უნდა გქონდეს, რამდენად მობილიზებული და რამდენად მომზადებული იყო მთავრობა ასეთი სტიქიური უბედურებების სათვის. მოხდა ის, რაც მოხდა, მინდა ყველას მიუსამძიმრო, მათ ვინც დაკარგა ახლობლები, მათ ვინც დაკარგა სახლები, ქონება, სამწუხაროა ეს ყველაფერი, მაგრამ სტიქიის წინაშე ჩვენ ყველანი უძლურნი ვართ. რაც შეეხება მთავრობის მზადყოფნას, ხა, რამდენიც მე გავარკვიე და რამდენიც ცნობილია საზოგადოდ მთავრობას უპირველეს ყოვლისა უშიშროების კომიტეტს აქვს სპეციალური გაიდლაინები, რომლის მიხედვითაც ისინი უნდა მუშაობდნენ საბჭოს გულისხმობთ, კრიზისულ სიტუაციათა მართვის საბჭოს ამბობს, ხო? ეს კარგახნის უკან უკვე ბრიტანელი სპეციალისტების მიერ სხვადასხვა სტიქიური უბედურების იქნება ეს თუ თქვა სამოქალაქო მღელვარების თუ ასე შემდეგ სიტუაციებში სამოქმედო გეგმა როგორ უნდა იმუშაოს მთავრობამ და რა უნდა გააკეთოს. ამიტომ მათ არაფრის გამოგონება არ სჭირდება და უბრალოდ უნდა შეკრებილიყვნენ იქ სადაც ამისთვის გამოყოფილია სპეციალური ადგილი, არა ის როგორც ერთმა უწოდა სეფა ზოოპარკთან, რომელშიც იკრებებოდნენ და ადგილზე რაღაც ქმნიდნენ იმას რომ მუშაობენ რაღაც ილუზიას. იქ იკრებებიან, იქ ყველაფერი არის ამ ოთახში, სპეციალურ ოთახში და იქიდან უნდა იმართებოდეს ეს კრიზისული სიტუაცია. სამწუხაროდ ეს არ მოხდა.
რატომ არ მოხდა ეს უკვე მეორე საკითხია. საკითხული არ ქონდა? იცით რა შესაძლებელია მე უბრალოდ და ვარაუდის დონეზე ვამბობ რომ ეს უშიშროების საბჭო ეკუთვნის პრეზიდენტს და შესაბამისად უბრალოდ პრემიერს უსაფრთხოების საბჭო აქვს. ხო იქ არ უნდათ პრეზიდენტთან დაკავშირება. არ ვიცი ხა ეს იცით რა ეს ვარაუდია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო პრეზიდენტი მაინც ვერ წარმართავდა ოპერატიულ მუშაობას ვერანაირად. არა არ არის აუცილებელი. რა თქმა უნდა უბრალოდ ესენი შეკრებილი იყვნენ იქ და ის რაც არის იქ ჩამოწერილი ყველაფერი გაითვალისწინებიათ. მაგრამ როგორც ნახეთ ძალიან ან არ გათვალისწინება ან ცუდად გათვალისწინება მოხდა იმ რეკომენდაციებისა რა რეკომენდაციებიც არსებობს. კარგი დავანებოთ ამას თავი. აქ კარგი, ნუ ცუდად მუშაობენ, კარგად მუშაობენ, ნუ ავა თუ კარგად მუშაობენ, ხო, ეს ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ლაპარაკია იმაზე, რომ სრული უმწიფარობაა ჩემი თვალსაზრისით და ინფანტილურობა, როდესაც ასეთი სტიქიის პირობებში იმ წუთშივე ვიღაცაზე გადაბრალებას ეწყება. შენი უნიათობის მოდი ესე ვთქვათ, ხო, რაღაცა ვერ შეძელი, ნუ ხა სტიქია და არ უნდა შეგეშინდეს ამის, რომ მოხდა და მოხდა ხა რასიზმ, ხო? იმ წუთშივე დაბრალება ამისი ნაციონალებზე და მე რო გაირკვა რომ ეს ნაციონალებზე აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არიან და ეს სრულიად სხვა მიზეზები იყო ამ წარღვნის, რომ ეს ჯერ კიდევ კომუნისტების დროს როგორც იყო დაგეგმილი კაშხალი უნდა გაკეთებულიყო და იმ კაშხალს უნდა შეეკავებია ეს მოზღვავებული წყალი და ასე შემდეგ გაეტარებია უკვე მცირე დოზებით. ეს არ გაკეთდა არც კომუნისტების დროს, არც შევარდნაძის დროს, არც სააკაშვილის დროს და არც ამ ხელისუფლებამ არ გააკეთა. ეხლა ნუ ერთმანეთზე გადაბრალება უბრალოდ ნუ ჩვეულებრივი ინფანტილიზმია, რაღაც პატარა ბავშვების სკოლაში რომ თითით იმაშვებენ ერთმანეთს რა, მიუთითებენ ერთმანეთს. ამიტომ ძალიან სამწუხარო იყო. ამან გამოიწვია ის, რომ საზოგადოებამ დაინახა რომ თავისთავად თუ არ მოულის და თვითონ არ მიხედავს, ხო, ხელისუფლება სამწუხაროდ უძლურია. იმიტომ იყო რომ მოხდა თვითორგანიზება ამდენი ხალხის, იმიტომ იყო რომ ხალხი გამოვიდა. შეიძლება ის დაგვარად მეც გახდით ამ საქმის ჩავები, ხა ფიზიკურად არ შემეძლია მუშაობა რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ ოსტოში მაქსიმალურად მატერიალურად ვეხმარებოდი და რაღაცა იმგენით, ნიჩბები და ურიკები და ამანაც გამაბრაზა სიმართლე რომ გითხრათ რა. მე ფული კი არ მენანება და მე კი არ მენანება რომ ვთქვათ წავიდე და ვიყიდო ის ურიკები და ის ნიჩბები და ის საჭმელი, ხო? მე ბრაზდები იმაზე რომ ამ კრიზისის დროს უნდა არსებობდეს ხელუხლებელი მარაგი. არსებობს მე ვიცი. საკვებისაც, სანიტარული საშუალებებისაც, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებისაც. არა დაავიწყდათ თუ არ ვიცი და ვერ გეტყვით, აი უბრალოდ რა იცით რომ არსებობს, დანამდვილებთ იცით ეგა? უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში კომუნისტების დროს თუ იყო, ხა ამათმა გადაყარეს? ენზე, ხო, ეგრე იცით, ხოლმე რომ ნეპრიკასაემი ზაპას, ხო, ენზე. ხელუხლებელი ისა უნდა იყოს და საწავი და საჯანდაბაში წავიდა, ხო, სამარცხვინოა, როდესაც მოქალაქეებს უწევთ ამისგან კი მე მესმის რომ მოკლედ უხარიათ ეს და ფულის ჩარიცხეს და მართლა მილიონობით ლარი ჩაირიცხა და ეს ძალიან მისასალმებელია, იმიტომ რომ ხალხის ხე ემპათია ხო ცხადია რომ კარგია. ეს ქართველებს ისედაც გახასიათებს. როგორც კი ვიღაცას უჭირს, იმჩევა გავმივართ მის დასახმარება. სამწუხაროდ ხინშინაკლებად ვიცით ხოლმე ამის გაკეთება. მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ უნდა ბოროტად გამოვიყენოთ ხალხის ესეთი დამოკიდებულება ამ სიტუაციაზე. მე სხვათა შორის კიდევ უარესი რამ მოხდა. მე როდესაც სრულიად სამარცხვინო ამბავი გავიგონე ჯანელიძისაგან, როდესაც მან თითის გაშორა დაიწყო ზოოპარკისკენ. ეხლა იცით რა როდესაც ამხელა თანამდებობას გაძლევენ, შენ ჯანელიძეს გულისხმობ, რომ შენ ხა პასუხისმგებელი მთელ აი ამ სიტუაციის განმუხტვაზე. ამხელა თავდაცვის მინისტრი იყო. ხო და შენ მე თითით აქვია მაჩვენებ იმაზე, იცით, ჩემბრალი კი არ არის, მეგობრებო, აი ზოოპარკის დირექტორის ბრალია, იმას გაექცა ვიღაც. ეს არის, თუმცა მანდატს კი აი ეს არ არის ნიუანსი ნამდვილად, ანუ არ არის უნიშნელო რამ. მაგ გარემოებაშიც კი აღმოჩნდა უზუსტობა, კერძოდ ის, რომ იმ დღეს, როდესაც ბატონმა ჯანელიძემ საზოგადოებას მიუთითა ბატონი გურიელიძისკენ, იმავე დღეს ძალიან მალე რამდენიმე წუთში გაირკვა, რომ ზოოპარკის ადმინისტრაცია წინა საღამოსაც ცხადებდა, მათ შორის GDS-ის ტელევიზიით და ვასო მალოფერიძემ დაწერა ეს თვითონ, რომ დაკარგულია ერთი ვეფხვი, ერთი დათვი და ერთი აფთარი. კი ბატონო, და ეს მოხდა იმ ღამეს, რომ იმ დღის მიწურულს, რომლის პირველ ნახევარშიც ვეფხმა დაგვიჭდა და შეიწირა ადამიანი.
გეთახმებით აბსოლუტურად. ამბობდა რომ ვეფხვი არჩევს. ზოოპარკის დირექტორს ნათქვამი ქონდა, რომ იმის წინაღამეს მოხდა ეს. ზოოპარკის ტერიტორიაზე არ არისო და ცხოველებიო, ყველა ცხოველი ზოოპარკის ის აღრიცხული, მაგრამ იმის გარეთ რა ხდებოდა, მაგაზე პასუხისმგებელი ვერ იქნებოდა უბრალოდ ეს ადამიანი, ხო? ამიტომ იცი რა, სამარცხვინო ამბავი მოხდა, რა თქმა უნდა საზოგადოებამ ეს სრულიად სწორად განსაზღვრა, რომ უნდა გასულიყვნენ ამ ადამიანის დასაცავად, იმიტომ რომ შეიძლება ის დაეჭირათ უბრალოდ. იმიტომ რომ მოხდა ადამიანი დაგლიჯა ვეფხვან და ცხადია მსხვერპლის დროს უნდა აღიძრას ეს სამართლის დანაშაული, შეიძლება ამას შეეწიროდა ეს გურიელიძე. ხალხი გამოვიდა, დადგა კანცელარიის წინ, ამ ადამიანს მხარდასაც ჭერათ და რა ხდება პრემიერ-მინისტრი გამოზე იძახეს, რომ ეს ნაციონალების მოწყობილი აქცია. იცით რა ხა, ეს რაღაცას რო აკეთებ, უნდა გაითვალისწინო ის, რომ ხალხი შეიძლება შემოგიტრიალდეს და უბრალოდ შეგაგინოს. იმიტომ რომ იმ ხალხიდან, რომელიც იქ იდგა, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მინიმუმ ნახევარზე მეც ნაციონალებს საერთოდ არ ეხატება გულს. და შენ საკუთარ მოსახლეობას შენ წინააღმდეგ განაწყო. პრემიერ-მინისტრის გულისხმობ. პრემიერ-მინისტრი უკვე წასასვლელი ფიგურაა და გამზადებულია და აი ნიჩაბზია დასმული ხა რა ნიჩბებიდაც იმ ტალახს. წელწად ნახევარს მე ესეც არ იქნება ალბათ პრემიერ-მინისტრი. შეიძლება მანამდე მოუწევს. შეიძლება მანამდე არ იყოს, იმიტომ რომ ადამიანმა სრულიად უუნარო აჩვენა საკუთარი თავი და არ შეუძლია ამ სიტუაციაში საზოგადოდ საერთოდ ვერ მართავს, არ იცის. ადამიანს არ გააჩნია ამის უნარები და ჩვევები და ლიდერობა მე მინდა გითხრათ ეს შეძენილი არასდროს არ არის. თქვენ ფიქრობთ, რომ ის ამ შემთხვევაში იყო მიშვებული, თავისუფალი და მას ხშირად მიაწერეთ მოგეხსენებათ, რომ მართვის სამართავ დირექტივებს ის იღებს ბიძინა ივანიშვილისგან და აი ამ სიტუაციაში რამდენადაც ჩვენ ვიცით ბატონი ივანიშვილი, თქვათ ის ჩართული იყო ნეტა ივანიშვილის პოლიტიკურ ესთეტიკას ხო ესე ვიცნობ და ატყობდით თქვენ სიტუაციას, რომ მას ივანიშვილის ქმედებები, რაღაცა ბრძანებები, განკარგულებები არაფორმალური წარმართავდა? ნუ მე ისიც ახლა ამ კითხვაზე ნაღდი პასუხი შეუძლებელია. მე შორს ვარ იმაზე, რომ ჯესტ მარჩელობა არ შემიძლია, მაგრამ მეორე თუ მთავრობა დარჩა თავის ამარა და თავის პასუხისმგების ამარა ამ დღეებში. იცით რა, შეიძლება ივანიშვილმა რაღაცა ისეთი მოდი ეს თქვა საერთო საკითხში რაღაცა ურჩიოს ან მიუთითოს, რომ აი ეს გააკეთე, მაგრამ მე უკვე ყველა წონებაში ალბათ არ ჩაერევა ეს ადამიანი, მუდარც უნდა. არ ვიცი, ვერ გეტყვით. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხა თუ ასეთ აქციას ურჩევს პრემიერ-მინისტრს, არც ივანიშვილი ყოფილა, ახლა დიდად ბრძენი ადამიანი. კარგი. მოდი შევეხოთ პოზიტიურ ასპექტებს ამ ამბის, თქვენ თქვით და მე მიხვდი რა მნიშვნელობითაც ბრძანეთ ის, რომ სამარცხვინო იყო, როცა ხალხმა მოახდინა თვითორგანიზება და აქ გულისხმობთ იმას, რომ თავრობის ფუნქციები წამოიგიდა. თორემ თავისთავად მე ისიც ვწერეთ, რომ სამარცხვინო ძალიანაც კარგი იყო და რა თქმა უნდა, ისაზალმებელი იყო. კარგი ახალია ჩვენ არ დაგვინახავს ამ საზოგადოების ასე თვითმობილიზაციის უნარი, არც არ დაგჭირვებია თუ რა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო სპონტანურ რეაქციაზე მეტი, იმიტომ რომ რამდენიმე დღე გრძელდებოდა და პირიქით რომ ჭარბის სამუშაო ძალაც კი იყო, რომელიც არ იცოდნენ სად და როგორ გაინაწილებინათ. აი საინტერესოა ეს ვითარება. თუნდაც მცირე ჯგუფის, მაგრამ ამ მცირე ჯგუფის მიღმა შეიძლება დავინახოთ ძალიან ბევრი მათი თანამგზნობი. ხო, ვინც მოიწოდა ასეთი საქციელი, მცირე ჯგუფის სულისკვეთება, სამოქალაქო აქტივობის, არავის ბრძანებაზე დამოკიდებულის, ესე იგი გულის წახელის, გონების წახელის შედეგად წარმართული ქმედება. აი ეს საინტერესოა, რა გნებავთ გამოწვევებს, გნებავთ ცვლილებებს შეიძლება მოასწავებდეს თვითონ საზოგადოებაში, პოლიტიკოსებისთვის, ხო გამართა საზოგადოებაში რაცა სხვანაირი ნაწილიც არის, ხო? აი ამაზე მინდა ვილაპარაკო და მსმენელიც მივიღოთ თამაშობაში. გამარჯობა. აღმშვიდობის. მე კი მოგესალმებით, სალამი ღვთისა არის, მაგრამ არ ვიცოდი, ოდნავ ვცნობდი ხმაზე, მაგრამ მინდა თქვა, რომ ეს იმდენჯერ იყო უკვე განხილული ტელევიზიებით ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე, რომ თითქმის ჩვენი ამ სიტყვისმა, მაგრამ თითქმის გაჩნდა გადაცემის თემატიკა, რაც თქვენ გაქვს ახლა. მაგრამ თქვენი სტუმარი რამდენად კორექტულია, ანდა
ძალიან ტენდენციურად მიყავს. აი ნიჩაბზე დევს პრემიერ-მინისტრი. განარას წარმოადგენს, რომ ასე მოიხსენიებს. შეიძლება მე სულაც არა ვარ განწყობილი ასე ჯერეგერთი ვარ ასაკოვანი და არც ერთ პარტიასთან არა ვარ ისე ან გაერთიანებული არა, მაგრამ ძალიან ტენდენციურად საუბრობს და ერთს შევეკითხებოდი იმედის კვირაში კი იყო 1-2 სპეციალისტი მოწვეული. წინა ხელისუფლებამ რომ არ მოიწვია სპეციალისტები და ისე ჩადო ამ კალაპოტში ეს ვერეს წყალი ამის შესახებ და ის ჩარეცხილი სპეციალისტებს ნეტა როგორ მოიხსენიებს უთანაგრძნობთ აი რო არ მოიწვიეს და არავის რო არ უყურეს იმიტომ ერთ-ერთი როგორ წარმოგიდგენიათ ხალბატონო ამ ხელარამ ააშენა პროფესიონალთა გარეშე თქვენ გულწრფელად ფიქრობთ რომ საერთოდ არც ერთი ის არ იყო ჩარეული ვისაც ეხებოდა რაგვარია ის ქალბატონი რომელიც ყოფილი მიმწვანეების რა ვიცი ყველა ამბობს რომ არ იყვნენ ჩარეული ამ საქმეში და ნაწილ კეთდებოდა და აი ასე სამხრივი გაშუქება და თან ასე ტენდენცია და ნიჩაბსედებს პრემიერ-მინისტრი რაღაც არაკორექტულია ნუ ეს ჩემი შეხედულება კი ბატონო ნიჩაბსედებს ამ შემთხვევაში მე მესმის მეტაფორულად და ნიშნავს რომ ის შეიძლება მას შეიძლება ამზადებდნენ პოსტიდან გასაშვებად და ეს არის და ეს და ნიჩაბზე რადევს ამაზე არ არის ლაპარაკი მეტაფორაა ჩვეულებრივი 240-919-240-922 ჩვენი ნომრებია და ერთ მსმენელი წამოსობაში. გისმენთ ხალხო. ალო. დიახ გისმენთ. საღამომშვიდობის ბატონებო. გაგიმარჯოთ. თუ შეიძლება ჩემი აზრი გამოუთქვა. რა თქმა უნდა. ოღონდ რადიო მიმღებს მოცილდით თქვენსას, იმიტომ რომ ორმაგად ისმის თქვენი ხმა. ან გამორთეთ ჩვენ საუბრობ და ერთმანეთის გვესმის. ბატონო. მე რადიოს მსმენელი ვარ და თვითონ მოვისმინე ერთი და იგივე გადაცემაში ჯერ გააკეთა განცხადება ჯანელიძემ და 2 წუთის შემდეგ წამყვანმა გამოაცხადა ზოოპარკის დირექტორის აზრით განცხადება რომ დაკარგულია და ეძებენ ერთ ვეფხვს და ერთ ზოლიან აფქარს. ესე იგი განცხადება გაკეთებული აქვს ზოოპარკის დირექტორს მაშინვე. კი ბატონო. კარგი მადლობა, გავაგრძელოთ. ხო, ნუ რაც შეეხება ტენდენციურობაში რომ დებენ ბრალს, ნამდვილად ვარ ტენდენციური, არ დავმალავ, ტენდენციური ვიქნები მანამ, სანამ ჩემი ხელისუფალი, ჩემი პრემიერ-მინისტრი არ იქნება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე. აუცილებლად ტენდენციურად მიუდგები მის უნიათობას და არაკვალიფიციურობას ყოველთვის და ყველგან. აი, როდესაც მეყოლება ისეთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც შეეფერება ჩემს ქვეყანას, აი მე მაშინ მას გვერდში დავუდგები. მანამდე კი ნება მომეცეთ მე როგორც მოქალაქეს ვინ ვარ რა ვარ ამას მნიშვნელობა არ აქვს მე მოქალაქე ვარ და მე ვუხდი სხვათა შორის პრემიერ-მინისტრს გადასახადებს მის ხელფაშიც ჩემი ფული დევს მინდა გითხრათ ხო და ამიტომაც მოვითხოვ იმას რომ შესაბამისი კვალიფიკაციის პრემიერ-მინისტრი მყავდეს და ქალაქის მერიც მე ამის სრული უფლება მაქვს ჩემი კითხვა გახსოვთ ეს არის ახალი სამოქალაქო აქტივობის ძალიან საინტერესო კითხვაა. თუ წარმოადგენს რაიმე საფუძველს საომავლო ცვლილებებისათვის თვითონ პოლიტიკურ კლასში. აუცილებლად. მე სიმართლე გითხრათ, აი პატარა ეპიზოდს მოგიყვებით. თუნდაც აი ამ ეპიზოდით გამოჩნდა, რომ ძალიან შეიცვალა საზოგადოება რაღაცა უცბად ერთ მომენტში. კავკასია ტელევიზია იცით, ეზოში ცოტა ადრე მომიწია მისვლა და ვიჯეკი ეზოში ველოდებოდი შეკრებილები მყავდა ახალგაზრდები ვიღაც ბავშვები დარბოდნენ რაღაც და აი თბილისში ბაბულიკა ბიჭებს რო უძახიან მოგეხსენებათ ხო ეს ცოტა მოძველ ბიჭო ელემენტები ისხდნენ და საუბრობდნენ საოცრად მე სიამოვნდა ამჯერად მათი საუბრის მოსმენა რატომ ისინი ძახდნენ რომ ხა მე აღარ დავიწყებ აი იმ ტიპის ლაპარაკს ისე სახით ბაბულიკების სახით არ დავიწყებ ნაციური იმიტაცია არ არის ლაპარაკობდნენ რომ ამიერიდან ვინც ზანგებს რამე ცუც იტყვის, ხო, მათ ჩვენთან გული გაუპოს დანა. დიახ, აი, დაახლოებით ესე გული გაუპოს დანა, იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ, რომ აი ესენი მართლა თბილისელები ყოფილან. ეს იმას ნიშნავს, რომ აი რაღაცა ამ პატარა შემთხვევამ, ხო,
პატარა შემთხვევა როგორ შეიძლება მას დაასდეს და მიიღეს თავისიანებად თუ რა? იცით რა, ქსენოფობიის მომენტი რაღაცნაირად რაღაცა ნაწილში მოსახლეობის ალბათ იმ ნაწილში ყოველ შემთხვევაში რომელიც იქ მუშაობდა, აი ეს გაქრა. და ქსენოფობია ჩვენთან ძალიან კარგად აქვს ფესვები გამჯდარი სამწუხაროდ. და ეს თუ მოხდება, ხო, აი ამ ახალგაზრდებში მაინც ის ნელ-ნელა ეს ქსენოფობია გაქრება და უკვე ძალიან კარგია და ჩვენ ძალიან შორს გადავდგათ ნამის. მე ალბათ დრო მოვა, როდესაც LGBT მოსახლეობა თუ რა ქვია, მოქალაქეები დაიწყებენ იქ მათთან ერთად ურთიერთობას და ასე შემდეგ. ჩვენ პარება რომ ასეთი მოქალაქეები იყვნენ იქ და მუშაობდნენ და ცხადია, რა თქმა უნდა, მაგრამ არ იყო მაგის გარჩევა ნამდვილად იქ. ეს ძალიან კარგია, რომ ეს რაღაცა, იცით, ესეთი მომენტები, რომ ცვლილება შეხედულებებში ადამიანების ცვლილებები ამ მათ დამოკიდებულებაში სხვადასხვა საკითხთა, ხო, მაგალითად იგივე ქსენოფობიასთან, ეს თუ იცვლება ძალიან კარგია. ძალიან კარგი, მოყავს მივესალმები ამას. და რაც შეეხება თვითორგანიზებულობას, მე უფრო პოლიტიკოსებზე გკითხეთ, თუმცა მადლობა მაგ პასუხისთვისაც, ხო? ამიტომ საზოგადოებაში ცვლილებები ალბათ უფრო მნიშვნელოვანია. ჩემს ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის, რომ თქვა ვიღაცა თქვა გადადგეს ნარმანია, საერთოდ არ მაინტერესებს ნარმანია გადადგება თუ გადადგება. არა, ეგ არ მიკითხავს. თუმცა მესმის ამ ეტაპზე ძნელია ამას უპასუხო, მაგრამ როდესაც ამ პოლიტიკოსი ხედავს როგორი შეიძლება იყოს მისი აურჩევლის ნაწილიც, ხო? თურმე როგორი შეიძლება იყოს. აი ძალიან საინტერესოა, მასში მე არ ვარ პოლიტიკოსი და არ ვიცი. მასში რა სურვილი შეიძლება იბადებოდეს, ანუ როგორ მოერგოს ამ აურჩევლს, რომ ახლა მოსაწონი რა ენაზე დაელაპარაკოს მას სამიერი. ძალიან მარტივად. მე დავინახე და ძალიან გამიხარდა. ის რაც მე ყველაზე უფრო მიყვარს, გულახდილად საუბარი. მოთხოვნა არის იმის, რომ შეგულახდილად თქვა ის რაც არის და როგორც არის. გადაბრალება კი არ დაიწყო და რაღაცა და ვიღაცის ზურგს უკან ამოფარება. არამედ უბრალოდ გულახდილად დაიწყო საუბარი და იმ გულახდილ საუბარს გაიგებს ეს ხალხი და სად დააკლდათ გულახდილობა? ყველაფერში და პასუხისმგებლობის აღებაში დააკლდათ. საერთოდ აი ეს მთავრობა, მე როცა ქალბატონი როგორც ჩანს ძალიან მოსწონს მას ეს მთავრობა. ამ მთავრობის ყველაზე დიდი პრობლემა გახავთ პასუხისმგებლობის აღების შეუძლებლობა, უუნარობა, არ შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება. არ იციან პასუხისმგებლობის აღება. და ამას ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვილაპარაკია. მიაჩვიათ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც თვითონ პირველმა ხო ამის მაგალითი აჩვენა და ეხლა ესენი რატო აიღებენ თავის თავზე მაგას პასუხისმგებლობას, როდესაც ისყავთ ხელმძღვანელი. მახინჯი სისტემაა. ყველაფერს ამას ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც არაფერზე პასუხს არ აგებს. რატო უნდა მოთხოვოთ ministrებს პასუხი რამეზე? იმან რაკნას. თქვენ კიდე რაღაც სამობდით მე მგონი თუ არა? არა. კარგი. თქვენ ვსვენთ პიკის საათს ჩვენი სტუმარია მამკა გამყრელიძე საზოგადოება ივერიდან 2491292 2492292 გახლავთ ჩვენი ტელეფონები, ხოლო FM 102.4 MHz-ის სიხშირის ტალღა, ეს არის ჩვენი ადგილი FM დიაპაზონზე. თუ თქვენ რადიოთი უსმენთ ახლა, ანუ ჩვენ რადიოთი უსმენთ პიკის საათს, თქვენ უსმენთ სწორედ ამ ტალღაზე. კიდევ ერთხელ ჩვენი ნომრები 2491292 2492292. ჩვენ ნახეთ ერთი ტიპის პასუხი, შეიძლება ითქვას, ამაზე ერთ-ერთი მოხალისის მიმართ, რომელმაც მოიფიქრა, ყველას როგორც შეძლო ისე ეხმარებოდა, ხო? ზოგი ჰამბურგერებს წვავდა, ზოგს მობილურობის დამტენები დაქონდა. ეს გულისხმობ, თქვათ, ასეთ პერიფერიულ სერვისებს, გარდა ძირითადი მუშაობისა, რაც აი ამ სტიქია გადავლილ ადგილებში მიდიოდა, ანუ ხან მუხლამდე, ხან კოჭამდე, ხან უფრო ღრმა, ხან უფრო ნაკლები ტალახში იდგა ეს ხალხი სქესისგან ურჩევლად სხვა შორის და მუშაობდა და მათ ვისაც როგორ შეეძლო ისე ეხმარებოდა და ერთხელ მოიფიქრა, რომ ფიზიკური მუშაობა არ შეეძლო, უფასოდ გადაყავდა თავისი ტაქსით. ესენი მოხალისეები. და ეს კაცი ვინც ეს მოიფიქრა დაასაქმეს ნაცვალდების გამგეობაში. ესეც ერთ-ერთი პასუხია, თუმცა მე ვიკითხე, რომ პოლიტიკოსებს რა იმპულსები შეიძლება გაეღვიძოთ, თუმცა ამას ხედავენ და როგორ დაელაპარაკონ ამის შემდეგ, რა შეთავაზონ ამის შემდეგ მოქალაქეებს, აი ერთ მათგანს შეთავაზეს ეს. როგორ პასუხად მიგაჩნიათ ეს? თქვენ გულახდილობაზე ლაპარაკობთ, ახლა მეტი გულახდილობა რა გინდა აიღეს და მისცეს თავმდეობა. ნუ ახლა არ ვიცი ეს მოდი ესე ვთქვათ რა, ანაბანა ისი პოლიტექნოლოგიის ხო არ შეიძლება ერთ ადამიანს გაუკეთო ის, რასაც ელოდება ათეულობით 1000 ადამიანი. იმ ერთ ადამიანს მოიმადლიერებ და ათეულობით 1000 ძალიან გაბრაზდება.
მე მესმის რომ ძალიან კარგი და ძალიან ჭკვიანი ადამიანი იყო და ძალიან ესეთი მონდომებული იმისათვის რომ დახმარებოდა ხალხს, ხო ატარებდა ხალხს უფასოდ. შესანიშნავია. მაგრამ თუ ესე დახმარება გინდა მისი ხო ელემენტარულად ის მხარი ხელი გაუმართე, ან მანქანა უყიდე ახალი ან რაღაცა. როდესაც შენ იმ ადამიანს ასაქმებ, მაშინ როდესაც ათასობით დაუსაქმებელი ყავს, უცბად და თან ეს ხალხი ის ათასობით შეიძლება იქ იდგნენ და ისინი ნიჩაბს იქნებდნენ, ხო? ისინი შენი გახდებიან აუცილებლად, იმიტომ რომ რატო ის თუ დაასაქმე, მე რატომ არ დამასაქმე? ამდენი ადგილი უბრალოდ არ არის, ხო? ნუ უნდა იცოდე ელემენტარულად რა გავუკეთო ადამიანს. სიკეთის კეთებასაც სხვათაშორის ძალიან დიდი ცოდნა ჭირდება და შეიძლება სიკეთის კეთებით დააშავო კიდევაც. მე მქონია პირადად ამის მაგალითები ჩემ ცხოვრებაში. და რაღაცა რომ მეგონა რომ კარგი გავუკეთე ადამიანს, გამოვიდა რომ ცუდი გავუკეთე. აქ ცოტა სხვა კუთხით რო შეხედო, გამოვიდა რომ ადამიანი, რომელიც თავისი შრომით, თავის გადასახადებით აქეთ არჩენდა ხელისუფლებას, ნუ იმის ეწულიც არის, ხო, ინდივიდუალური მეწარმე არის, შრომობს, დაყავს მოქალაქეები, რაღაცა ფულს აკეთებს და ვერავინ არ ეტყვის მას, რომ ეს ხვისი ფულია, ეს არის მისი ბატონო. და მისცეს თავმდებობა, რომელიც გულისხმობს, რომ შენ რადიკალურად იცვლის შენს იმას, შენ უსწავლების წყაროს, თქვათ ესე. თუ კი აქამდე მოქალაქეები შენ იხდიდნენ ფულს, იმიტომ რომ შენ შრომობდი უშუალოდ სახელმწიფოს ჩაურევლად, ახლა შენ მოქალაქეების ფულს იღებ, იმიტომ რომ გახდი სახელმწიფო სექტორის წევრი. როგორც ჩანს, ხელისუფლებას შეიძლება ეს მიაჩნია ჯილდოდ. არ ვიცი, მე ვხედავ ერთ რაღაცას, რომ ან საერთოდ არ უსმენ პოლიტექნოლოგიებს, ან ცუდი პოლიტექნოლოგიებს. გიგაოს ბიუროკრატიული თავმდებობა. ეს რაც შეეხება მას პრემიერის და მერის საქციას, რასაც უყურებ. რაც შეეხება ვიცე-პრემიერს კალაძეს, სრულიად გენიალურად იყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, რომ თავი გაიპიაროს და მართლა კარგად აკეთებს ამას. კალაძის აქტივობას მაინც ვერ დაინახა აქ, იმიტომ რომ დედაქალაქში ამდენი დღე იყო და მე დარბოდა როგორც თქვენ იმ ობიექტებზე, რომელიც მის სამსახურებრივ სფეროში შემოდის და მარტო თბილისში არ ყოფილა, ბევრგანი იყო წასული. გასაგებია, მაგრამ მისი განცხადებები, მისი ქმედებები, მისი ჩაცმის მანერა, მისი იქ ყოფნა მაშინ, როდესაც საჭიროა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყველაფერი აბსოლუტურად ლაპარაკობდა იმაზე, რომ ძალიან კარგად გათვლილი PR კამპანია აქვს. კამპანია და გარდა მაგისა ბოლოს განცხადება გააკეთა კიდევ როგორც კი შეატყო ან მან ან მის მომრჩეველმა რომ პასუხისმგებლობის აღებაზე და არაღებაზე და გადაბრალებაზე მიდის საქმე და ამაზე ხალხი გაღიზიანდა იმ წუთშივე თქვა რომ ვიცით რა ჩვენ გუნდი ვართ და ერთმანეთის პასუხისმგებლობა უნდა გადავინაწილოთ აბსოლუტურად სწორი იყო იმ წუთშივე მის მიმართ სიმპათია გახდა გაჩნდა ხო მისი ერთ ყველაზე ცნობილი ფრაზა ამ დღეებში ალბათ იყო ის რომ არა დაბრალება არამედ დადგენა არის საჭირო ესეც მახსოვს უნდა. რამდენადაც მე მომწოდეს ან არ მომწოდეს კალაძე, ამ შემთხვევაში მე ვიტყვი, რომ მე მის მიმართ განვეწყვე სიმპათიოდ, იმიტომ რომ ეს ადამიანი მუშაობს თავის თავზე. მან იცის რაღაცები ან არ იცის რაღაც ელექტრონიკ ნატურა როგორ მუშაობს, საერთოდ არ იცის, მაგრამ ამ შემთხვევაში ხო ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანზე, რომელსაც შეუძლია სწავლა. სწავლობს, აკეთებს იმას, რასაც ეუბნებიან და ამით ის ძალიან კარგ ნაბიჯებს გავს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ კარგ პოლიტიკოს. კარგი. ერთი რამ მინდა კითხოთ, რომელიც არ ეხება სტიქიას, მსმენელი ერთი მხრივ მართალია, როცა ეს გვეუბნება, რომ ეს თემა ცოტა გაცვდა. გაცვდა რა, ისეც ხელი აღარ არის, თორე ეს არ გაცვდება კიდევ კარგ ახანს, ხო? როგორც მინიმუმ, როცა გვეუბნებიან, რომ სექტემბრის თვემდე სექტემბრის შუარიცხვებამდე ვერ აღდგება ეს ახალი მაგისტრალი, ბუნებრივია ეს აქტუალობას არ კარგავს. მეორე მხრივ სრულიად თავდაზღაურებელია დანაკლისი, ადამიანური დანაკლისი განსაკუთრებით გარდაცვლილი და დაღუპული ადამიანების ახლობლებისათვის. ასე რომ ეს თემა ვერ გაცვდება, მოდი ვთქვათ. როგორც გაირკვა რომ წარსულში მომხდარი წყალდიდობები, ვერეს მოვარდნები ასევე ტრაგიკული შედეგებით სულტყვილა ყოფილა დავიწყებული. და სულტყვილა არ ვაინჭებდით მნიშვნელობას ამას, იმიტომ არ ვიცოდით. ნახავდით ალბათ ძალიან საგულისხმო ფაქტი იყო ეს, რომ 20-იან წლებში მომხდარი წყალდიდობა შუქდება ბოლშევიკური საქართველოს პრესაში, ხოლო 1960 წელს მომხდარი არ შუქდება. კრინტი არ იწვრის საერთოდ. არ და ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა ყოფილიყო ხა იმ დღის ამბავი ხო? მე მეკითხა 60-იანების მერეც იყო რამოდენიმეჯერ მე მახსოვს 73-საც ამბობდნენ თითქოს. ბატონო და ჩამორეცხილი ვარაზის ხევი
ძალიან კარგად მახსოვს აბსოლუტურად აი ეს მთელი ქვა იყო მოხსნილი, გაფენილი და ჩამორეცხილი ქვემოთ მიმას. ეს მდინარე ვარაზის ხევის ადიდების შედეგად ალბათ? ვერ გეტყვი, არა, წვიმა იყო და ძალიან დიდი წვიმები იყო, მაშინ ვერი არ მოდიდებდა. გაფენილი იყო, სულ აი ჩამოიტანა, მე დაიწყეს იმის დაალაგება და მდინარე ვარაზის ხევი ჩამოდის. ხო, იქ არაერთი მდინარე ჩამოდის. იმ ხევში რამოდენიმე ის იყო წყარო და ეს ერთება და ეს გაუშვეს ყველაფერი ერთად კომუნისტებმა თავის დროზე და სხვადასხვა ხე ალბათ რაღაცა დარღვევები ჯერ კიდევ მაშინ იყო მომხდარ და შემდეგ ეს ერთი მეორეს დაემთხვა, ამიტომ დაბრალება მარტო უგულავაზე ამის ხე არაფერი უგულავას ცუდი არ გავუგდი, პირიქით გადარჩა ხალხი, რადგან იქ გზა გააკეთეს, იქიდან გაიყვანეს ეს მოსახლეობა, რომელსაც სხვადასხვა ეს დაუკანონებელი სახლებია მე რამდენადაც ვიცი. და კიდე გაიყვანეს ეს ხალხი და რამოდენიმე სახლი დარჩა მხოლოდ. კიდევ კარგი რო ესე მოხდა. თორემ რა სულ ამხელა იქნებოდა არავინ იცის. ხო, არავინ იცის. მეტი, მაგრამ რა თქმა უნდა მეტი იქნება. სულ თუ არა ზარალი მაინც. ცხადია. კარგი, მე ხო ამ უფრო სხვა კითხვის დასვა მინდოდა. საქმე ეხება თქვენ ორგანიზაციას, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ჰქონდა განაცხადი საზოგადოების წინაშე და ყველა ელოდა რომ დაიწყებოდა ამ ორგანიზაციის ნელი თანათანობითი სულა პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბებისაკენ. თუმცა ის რჩება ფორმალურად მოძრაობა იმერიად. ხო და მინდა კითხოთ ეს მოძრაობა რაში გამოიხატება და ადრე იყო საზოგადოება, ხო? მეც ესე წარგადგინეთ დღეს რომ საზოგადოება იმერიის წევრი. მაგრამ მე თქვენ განცხადეთ რომ ხართ მოძრაობა. სრულად მართებულად წარმოგიდგენთ რომ საზოგადოება დარჩა და დარჩება. რაც შეეხება პოლიტიკურ განაცხადს, საზოგადოება ივერიის საფუძველზე შეიქმნება თუ არა პოლიტიკური პარტია, მას დრო გვაჩვენებს, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც დროის განმავლობაში აუცილებლად გავაკეთებთ განაცხადს. როგორი კონსტრუქციის იქნება ეს პოლიტიკური ორგანიზაცია, ესეც ცალკე საკითხია. რაც შეეხება ჩვენს აქტივობას, რაღაცა გარკვეული აქტივობა გვაქვს, ჩვენ გვქონდა შეხვედრა კახეთში მედიასთან, ჩვენ გვქონდა ბათუმში შეხვედრა, საკმაოდ საინტერესო სამეგრელოში, ზუგდიდში და ამ შეხვედრებს გავაგრძელებთ. ჩვენ გვაინტერესებს უპირველეს ყოვლისა ხა ამ ხალხის აზრი. ჩვენ არ გვინდა ჩვენი აზრი მოვახვიოთ ამ მრჩევლებს თავზე. პირველ აზრი რაზე? იმაზე რა სჭირდებათ მათ, რა არის მათთვის პირველ ხარისხოვანი პრობლემა, რა არის ის რაც მათ ტკივათ, აწუხებთ. ანუ მათი მოსმენა გვინდა ჩვენ ჯერ. და მათგან რაღაცა სიახლის გაგება. პროგრამას რო წერთ, აქაც პროგრამის წერა არ ხდება ჩვენი აზრებით და ეს არის შეჯერება პროფესიონალების რეკომენდაციებისა, რომელსაც ჩვენ უზრუნველყოფთ. ბევრი პროფესიონალი შეხვდა, ვისმენთ მათ რეკომენდაციებს, მათ აზრებს და აი ამათ შეჯერებას ვაკეთებ და პროგრამა ეს იქნება ზუსტად. და რა უნდათ მოქალაქეებს ეს ხო გამოკითხობიდან ცნობილია, მათ უნდა დასაქმებულები? არა მარტო. არ იყონ უმუშევრები. და კონდეთ მისაწვდომი სერვისები ჯანდაცვა უწინარესად. იცით რა, აი უყურდა იგივე ჯანდაცვის საკითხი, ხო? მოსახლეობის 100% გეტყვით ხა, რომ არაჩვეულებრივი იყო ეს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა, რომელიც ისე ფულს არ გადაიხდი, რაღაცას გიმკურნალებენ, ან არ გიმკურნალებენ, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ყოველთვის ფულს არ იხდი, უფასოა და ეს ყველას მოსწონს. მაგრამ არავის არ უცდია ჯერ რო აეხსნა ამ ხალხისათვის ეს შეიძლება სადღაც ტელევიზორში ვიღაც ლაპარაკობს და იქ რაღაც გაზეთში იწერება, მაგრამ ეს ხალხამდე არ დადის. უნდა მიხვიდე იქ და ყველას უნდა მოუყვე, რატომ არის ცუდი. და ის რომ შენ ეს საყოველთაო ჯანდაცვა ფულს ბიუჯეტს ართმევს, ის აკლებს შენი შვილების განათლებას. შენი შენს თავდაცვას, ჯარის შეიარაღებას და ასე შემდეგ. ეს ძალიან მტკივნეული თემაა და ნელ-ნელა უნდა აუხსნათ ამ ხალხს. რა არის კარგი მათთვის და რა არა, რატომ არ არის მყისიერი რაღაცა სიკეთეები შემდეგ გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი. და ჩვენ დღევანდელი თუ ვიმსჯელებთ ყოველთვის, ხო, ჩვენი ქვეყანა შორს ვერ წავა, აუცილებლად რაღაც გრძელვადიანი სტრატეგიული პროგრამები უნდა გქონდეს. მე იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ძალიან პატერნალისტურად არის განწყობილი საერთოდ ყოველთვის ქვეყნის მიმართ, იმედი მაქვს, რომ მაინც როდესღაც ამას თავის იმედად დარჩება. ხო და ეს პოპულისტური ესენი ლოზუნგები აღარ იქნება ესეთი აქტუალური. საბერძნეთში ჭრეს პოპულისტური ლოზუნგები. ნუ ბერძნები და ჩვენ ძალიან გვავართ ერთმანეთს.
კარგი, მსმენელი ყავს. გამარჯობა. დიახ. პატივისებით მოგესალმებით, ბატონო. გისმენთ ბატონო. თქვენ სტუმარს დაუსვა ორი ასეთი კითხვა და გთხოვთ რომ მიპასუხოს პირდაპირ. კარგი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს ერთ კითხვაშია იქნება. წამეთ. ყველაზე კარგი პრემიერ-მინისტრი დამისახელოს ერთი და ყველაზე კარგი მერი. იქიდან წამოვყვეთ 18-21 წლებიდანაც თუ? ეხლა. 22 წლის განმავლობაში ვინ იყო ყველაზე კარგი პრემიერ-მინისტრი და ყველაზე კარგი მერი? ეგ ერთი კითხვა და მეორე რაიმე კარგი ამ მთავრობის, ეხლანდელი მთავრობის დაგვისახელოს. მადლობთ. კი ბატონო, მადლობთ. ხო, უპირველეს ყოვლისა ამ მთავრობის კარგი რა არის? სიმართლე გითხრათ, პირდაპირ ძალიან გულახდილად შემიძლია გითხრათ, რომ ამ მთავრობამ მოახდინა ის, რომ მოხსნა საზოგადოებაში ერთგვარი შიშის და რაღაცა შებორკილობის შეგრძნება, რომ აი ვიღაცა მისმენს, ვიღაცა მithვალთვალებს, ვიღაცა რაღაცას წამართოს. საბედნიეროდ, აი ეს შიშები ახლა ქვეყანაში აღარ არის. ხალხი ძალიან მართლა თავისუფლად სუნთქავენ, ეს უნდა ვაღიაროთ ახლა. ჩვენ ახლა თქვათ ვიღაც ნაციონალების ხალხდამჭერებს ეს მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ეს მართლა ესეა. რომ ეს ადეიშვილის შავი ანგელოზი მათ თავს არ დასტრიალებს. თუმცა მოსმენების ამბავი, როგორც ვიცით, ხადია რომ ეს გრძელდება და რა თქმა უნდა კანონით გამტკიცდა მოგეხსენებათ, ხო? წდომა მოქალაქეების. მე მომხრე ვარ იმისი, რომ რაღაცა აუცილებლობის დროს მოსმენები უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ისევ ჩემი ქვეყნის უშიშროებას და თავდაცვას ეხება და კარგია ეს. რაღაცა ნაწილში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ტოტალური ჯერ ეს ერთი და მეორე ერთი არ უნდა დაითესოს შიში საზოგადოებაში. ეხლა ნაციონალები ამას აბრალებენ კგბ-ს აგენტებს, რომლებიც კარგად მუშაობდნენ და ესე იგი შიშთესავდნენ ხალხში. მე კი მგონია, რომ ეს საკმაოდ კარგად კეთდებოდა თავად რა ქვია იგივე იუსტიციის სამინისტროს მხრიდან და ამით ხალხი შეშინებული იყო. შეშინებული იყო და აი ეს შიში მოიხსნა. მე ამას უთვლი უდაოდ პლუსად. ისი ეშინოდათ? ეშინოდათ იმის რომ მოვა ვიღაცა ბუა და წაართმევს ქონება. თქვენ გეშინოდათ? ბატონო? თქვენ გეშინოდათ? იცით რა, მე მქონდა ძალიან არასასიამოვნო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება 7 საათის განმავლობაში დაკითხვაზე იჯდე. მე. მოგიწიათ? დიახ, მომიწია. ძალიან არ მისიამოვნო. ჩემ გარშემო ძალიან ბევრი დაიჭირეს და მათ შორის ადამიანები, რომლებიც სრულად უდანაშაულები იყვნენ, დღეს ახლა უჩივიან იმას, რა ქვია, პროკურატურას და დაუწმუნებული ვარ წარმატებით დამთავრდება მათი ჩივილი. ამიტომ იმაზე ლაპარაკე რომ ახლა გადასარევად ვიცი რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა. იმიტომ ვიყავი იმაში ნაციონალური მოძრაობის მომხრე, რომ მე მომწონდა საბოლოოდ რისკენ მიდიოდა ეს და ის ვექტორი და რაღაცა ნაბიჯები რო არ მომწონდა მათი გადადგმული ეს ხადი. ეხლა მეორე რაც შეეხება, ვინ იყო საუკეთესო მერი და ვინ ესა. სამწუხაროდ შემდგომ საუბედუროთ დამოუკიდებელ საქართველოში მე ცხოვრება არ მომიწია. შორიდან როგორ ჩანდა? შორიდან როგორ ჩანდა ვერ გეტყვით ხა არ ვიცი წარმოდგენა რომ ხედავდი იმას რომ აი ნიკოლეკიშვილი მაგათად იყო საუკეთესო მერი. ხო ნიკოლეკიშვილი ერთგვარ ნათესავია ჩემი და კარგის მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი როგორც ნათესავზე ხო როგორც ნათესავზე ხო და რაც შეეხება იმას რა ქვია შევარდნაძის პერიოდს მე მახსოვს ხა ჩამოვდიოდი ეს იყო კატასტროფა და შეუძლებელი იყო იმ ქვეყანაში ცხოვრება იმიტომაც წავიყვანე მე შვილები მაშინ 92 წელს მოვაცილი აქაურობას და წავიყვანე თუ მინდოდა რომ ნორმალურად რაღაცა პირობები მაინც ქონდათ. ხა ამიტომ ვერ ვიტყვი იმაზე რომ ეს რაღაცა კარგია. ნუ ყველაფერი შედარებითი ახლა. ჩამოვედი აი გუგულავას პერიოდში და უკვე ნახე რომ ქალაქი შენდება, ქალაქი ლამაზდება, ქალაქი კარგია, ამიტომ ხა ჩემთვის ყველაზე ცუდიც და ყველაზე კარგიც ეს ერთი მერი იყო უგულავა, რომელიც ვერავნაირად ვერ შევადარებ ნარმანიას, ნარმანია უბრალოდ საერთოდ არაფერი არ იცის სამწუხაროდ ამ ქვეყანაზე არ ვიცი რისი ხელმძღვანელი შეიძლება იყოს საწყობის, არ ვიცი რისი შეიძლება იყოს. ყოველ შემთხვევაში მე რა არასდროს არ ავირჩევ. აქამდე ის იყო სანამ პოლიტიკაში გაიწოდნენ ეკონომიკური კვლევითი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. არა, მე მინისტრიც იყო და სანამ გაიწოდნენ პოლიტიკაში ეკუთვნი ზუსტად მინისტრობა. მინისტრობის პერიოდში პრემიერიც პარემრას და ვიქტორი ვინ დაამთავრა. შემიძლია ხა ჩემთვის ყველაზე კარგი პრემიერი იყო ნიკა გილაური ვისთანაც მუშავია. არაჩვეულებრივად
მოაზროვნე წინვალე მენეჯერი და მომლაპარაკებელი უცხოეთიდან ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოეთიდან შემოსვლას ინვესტიციების და აი ამ საკითხში იყო ნიკა მართლა ძალიან მაგარი. ვანოვთან ცოტა ხანს მომიწია მუშაობა და მასაც ცოტა ხანს ძალიან ხო და აი მე ვხედავდი როგორ უჭირდა. ნუ არ იყო მაგნაცილში, რასაც არ იყო თავის აი თეფში ხო რო იტყვიან და უჭირდა რა აშკარად ხედავდი, თუმცა ისეთი ნიჭიერი და ენერგიული კაცი იყო რა ალბათ მოაბავდა შემდგომში თავს, მაგრამ ყოველთვის არ იყო. ბატონი ბიძინა. აუ არა. ბატონმა ბიძინამ განაცხადა პირველივე განცხადებები რაც მან გააკეთა ეს იყო დამღუპველი ქვეყნისათვის როცა განაცხადა რომ ქვეყანა არის პატარა მას არ უნდა ქონდეს არანაირი ისენი რა ქვია მოთხოვნები იმაზე რომ იყოს ამბიციები იმისა რომ იყოს რეგიონალური ლიდერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ყველაზე ცუდი რაც გააკეთა წავიდა დავოში და თქვა რომ ფული არ ჩადოთ საქართველოში იმიტომ რომ ყველას დაგიჭერა ეხლა ეს მეგონი ჩვენ უფრო გვახსოვთ ვიდრე იქ რა იქ ძალიან კარგად ახსოვთ. ყველაფერი კარგად ახსოვთ. დამერწმუნეთ მე მაგ ხალხს კარგად ვიცნობ და არასდროს არაფერს არ ივიწყებენ არავითარ შემთხვევაში. კარგი, დიდი მადლობა მამკა, ჩვენი სტუმარი იყო კონკრეტზე. ამოიწურა ჩვენი გაცემისთვის. განყოფნელი დრო მამკა გაყოლით საზოგადოება ივერიდან. ნინო რამიშვილი პროდიუსერი დღევანდელი გაცემის, თია ბეჭაშვილი ხმის რეჟისორი. დავით პაიჭაძე უძღვებოდა პიკის საათს. ნახვამდის, ხვალამდე. საღამოს პიკის საათი. საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა. დავით პაიჭაძესთან ერთად.